ქრისტიანობას ბევრი აკრიტიკებდა. ეკლესიასაც ბევრი აკრიტიკებდა. მაგრამ არ უნდა ავურიოთ ისინი ერთმანეთში. მაკიაველი არ არის რელიგიის კრიტიკოსი. ის არსად არ ამბობს, რომ რაც ქრისტიანებს გონიათ კარგი, ეს სინამდვილეში ცუდიაო. არსად არ ამბობს ამას. ის ამბობს, რაც ქრისტიანებს გონიათ კარგი და კეთილი, ის მართლაც კარგი და კეთილია. საქმე არის ის, რომ ეს არის შეუძლებელი. და ყოველმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი. რა უნდა მას, ასე ვთქვათ. თუ მას უნდა პირადი სულის ცხოვრება, იყოს უდაბნოში, იყოს მონასტერში, ოღონდ ნუ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკაში. იმისათვის, რომ ვაწარმოოთ პოლიტიკა, ჩვენ სულ სხვა ეთიკა, სულ სხვა ღირებულებათა სისტემა გვჭირდება. მოდით იმისათვის, რომ გასაგები გახდეს, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. სკოლის მერხიდან ვიცით პითაგორა გვარი გაგვიგონია, ეს იყო ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, რომლის თანახმადაც ქვეყნიერება იყო აგებული რიცხვებით, რიცხვებზე. მის სათავეში 1, 2, 3 ამ რიცხვებს ჰქონდათ რაღაც გარკვეული მნიშვნელობა, მათ შეფარდებებს და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე სკოლის მერხიდან ვიცით ჩვენ, რომ მართკუთხა სამკუთხედის კათეტი და ჰიპოთენუზა ერთმანეთის უთანაზომოა. რა? აი, როდესაც ეს აღმოჩნდა, რომ მათემატიკაში, გეომეტრიაში არის არა ერთიანი, არამედ რამდენიმე, ერთ-ერთმა მოწაფემ, პითაგორას ერთ-ერთმა მოწაფემ ვერ გაუძლო ამას და ნავიდან ზღვაში გადაეშვა, თავი მოიკლა. რატომ? იმიტომ რომ რელიგიური, ეთიკური მნიშვნელობა ჰქონდა რიცხვებს, ასე ვთქვათ, ზედმეტი ღირებულება ჰქონდათ მინიჭებული მათ. აი, სწორედ ამგვარი რამ აღმოაჩინა მაკიაველი და ვერ მიხვდა, რომ აღმოაჩინა ეს, რომ თურმე საზოგადოებაში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, უпростоრად ადამიანი შეიძლება იდგეს ერთ სრულიად შეუთანხმებელი რაღაცეების წინაშე. და ეს არჩევანი აუცილებლად უნდა გააკეთოს მან იმისათვის, რომ იმოქმედოს. მოქმედება მისთვის უპირველესია, თვითონ ერთ-ერთ წერილში წერს prius vivere deinde philosopari. ჯერ ვიცხოვროთ და მერე ვიფილოსოფოსოთ. აი, მთავარი ის კი არ არის, რომ მაკიაველი არის ბოროტი. თქვენ როდესაც დაიწყებთ ამ წიგნის კითხვას, ემოციურად გექნებათ ასეთი შთავეჭრილება, რომ ეს ძალიან ბოროტი ადამიანის დაწერილია. სულაც არა. ის გეუბნებათ, რომ ჩვენი ბუნებიდან, რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ისე არის საქმე, რომ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ეთიკა, ერთმანეთთან შეუთანხმებელი. და თუ ჩვენ ავირჩევთ ერთს და არა მეორეს, არ უნდა გქონდეს არაფრის იმედი აქ. ადამიანები იმიტომ კი არ არიან ცუდები, რომ ისინი ასე ვთქვათ, მაღალ დონეს ვერ აღწევენ. ჩვენ ვიცით ქრისტიანული თავგანწირვის საოცარი მაგალითები და ადამიანის მართლაც ბევრი რამე შეუძლია. მაგრამ სახელმწიფოს ეს არ ააშენებს. მე რა ვიტყვი ჩვენ, ნუ ააშენებს სახელმწიფოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ პოლიტიკა არ არის ისეთი ხელობა, როგორც სხვა დანარჩენი. ჩვენ შეიძლება სრულიად მშვიდად ვთქვათ, რომ მე არ გავხდები მოქანდაკე. მე არ გავხდები მომღერალი. ზოგ შეიძლება აწუხებდეს ეს მომენტი, უნდოდეს სიმღერა მაგალითად. ზოგი საკმაოდ მშვიდად იღებს ამას, რომ ხმა და სმენა არა აქვს.
მაგრამ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის მე არ ვიქნები მოქალაქე, არ მინდა და იმიტომ. პოლიტიკა აუცილებელია. იმიტომ რომ ჩვენ განწირულები ვართ რომ ვიცხოვროთ ერთად საზოგადოებაში. ამიტომ მასზე უარს ასე ადვილად ვერ ვიტყვით. შესაბამისად, ვინც პირადი სულიერი სრულყოფისათვის იბრძვის, ეს მისი უფლებაა, მაგრამ სკოლაში არაფერი ესაქმება. იგულისხმება, რომ ბავშვებს არ უნდა ასწავლიდეს, ასე ვთქვათ, ბავშვების საერთო საყოველთაო აღზრდაში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, იმიტომ რომ ასეთი ბავშვები ვერ შექმნიან სახელმწიფოს. იმიტომ რომ მათ ყოველთვის ეგონებათ, რომ ადამიანები არიან უკეთესები, ვიდრე ის სინამდვილეში არიან. აი კიდევ რომ უკეთესად გავიგოთ ეს მაკიაველის შემდეგ იყვნენ ფილოსოფოსები, მაგალითად ჰობსი და სპინოზა, რომლებიც ასევე ხედავდნენ ამ შეუსაბამობას, რომ მართლაც არსებობს ეს ორი ეთიკური სისტემა, რომ მათი შერიგება ძნელია, მაგრამ მათ სულ სხვა გზას ისინი სულ სხვა გზას დაადგნენ. მაგალითად ასეც მართალია, რომ ქრისტიანობა გვეუბნება ჩვენ თუ რა არის სიკეთე. მაგრამ სწორად უნდა განსაზღვროთ ეს სიკეთე. ისე კი არა, როგორც მთელი საუკუნეების განმავლობაში ამის შესახება მქადაგებლები და წმინდა მამები ლაპარაკობდნენ. არა, ამაში უნდა ვიგულისხმოთ სხვა რამე. მაკიაველი კი არაფერს არ ცვლის. ის ამბობს, ყველა მართალია. როდესაც ის ამბობს სულიერი სრულყოფა, თავგანწირვა, ცოდვა, ღირსება, ამ სიტყვების აზრს ის არ ცვლის. ის ზუსტად ისე იყენებს ამ სიტყვებს, როგორც მის დროს იყენებდნენ. და ამბობს, ყველა მართალია. მაგრამ არჩევანზეა საქმე. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან წარმატებულ საზოგადოებაში, ჩვენ გვინდა შევასრულოთ ჩვენი ოცნებები, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს აქ. ძალიან კარგი, მაშინ უნდა ავირჩიოთ ეს და არა სხვა რამე. მაგალითად, აი ერთ ადგილას ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნება ხელმწიფე რომ იყოს კეთილი. მაგრამ შეუძლებელია, რომ ადამიანს კონდეს ერთდროულად ყველა კეთილი თვისება. და შეუძლებელია, რომ ამ თვისებებს ისე ანაწილებდეს, რომ ეს ყოველთვის კარგი იყოს. ყოველთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ცეთ კარგი თვისებებიც ერთმანეთს სიტუაციაზე დამოკიდებულებით ისინი ერთმანეთთან შედიან კონფლიქტში. მაგალითად, მომჭირნეობაც კარგია და გულუხვობაც, რომელი გამოვიყენოთ მოცემულ სიტუაციაში. ამიტომ რახანაც ხელმწიფე ადამიანია და ისეთივე სასრულია და არასრულყოფილი როგორც ჩვენ ყველანი, ამიტომ იდეალებს უნდა მოვეშვათ და ვილაპარაკოთ რეალობას.